ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან პარტნიორობით საქართველოში IMZ Code-ის წარმომადგენლობა იხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ 250,000 ქალი, ბავშვი და მოზარდი ტექნოლოგიებში სრულიად უფასოდ გადამზადდება. IMZ Code-ის პლატფორმა 60,000 კურსს აერთიანებს 18 ენაზე. ორგანიზაციის საქართველოში დაფუძნების აღსანიშნავ ღონისძიებაზე IMZ Code-ის გამფუძნებელი ლედი მარიამ ჟამე სიკვეცალსკა და ორგანიზაციის მიზნებზე ისაუბრა. ის მსოფლიოში აღიარებული ტექნოლოგიების აქტივისტია ქალთა გაძლიერების მიმართულებით და არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. მას BTU-სთან ერთად საქართველოში დიადი მიზნები აქვს და სურს, რომ ქალების როლი მაქსიმალურად გაიზარდოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში. IMZ Code მსოფლიოს მასშტაბით 87 ქვეყანაში საქმიანობს და მიზნად ისახავს 2030 წლამდე 1 მილიონი ახალგაზრდა ქალის, გოგონასა და მოზარდის გადამზადებას ტექნოლოგიების მიმართულებით. პლატფორმის დამფუძნებლის ღონისძიების ფარგლებში პანელური დისკუსიაც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქალთა გაძლიერების მიმართულებით მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორისაა გაეროს ხალხთა ორგანიზაცია საქართველოში, ნორვეგიისა და დანიის საელჩო. აღსანიშნავია, რომ თავად ღონისძიებაც მათივე პარტნიორობის ფარგლებში გაიმართა. IMZ Code-ის პლატფორმის წევრობა კი რეგისტრაციის გავლის შემდეგ უკვე შესაძლებელია. საქართველოში გაიხსნა IMZ Code-ის წარმომადგენლობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, რომელიც არის ყველაზე მსხვილი ქსელი გოგონებისთვის და ქალებისთვის მსოფლიოში უფასო განათლების მისაცემად, სრულად დაფინანსებული პროგრამების უზრუნველსაყოფად, რომლის რაოდენობაც ჯამში არის 60,000-ზე მეტი. ეს არის კურსები, რომელიც შეთავაზებული არის მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ბრენდებისგან. ეს არის კურსები, რომელიც სხვადასხვა პლატფორმაზე იძებნება, მაგრამ არის ფასიანი. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ეს იქნება სრულად დაფინანსებული და ხელმისაწვდომი ყველა მსურველისთვის. აღნიშნულ პროგრამაზე, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ცოდნის მიღება შეუძლიათ როგორც საბაზო საფეხურზე მყოფ პირებს, გოგონებს და ქალებს, ასევე ცოდნის გაღრმავება შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც უკვე მუშაობენ ტექნოლოგიების სფეროში. ქალებს საქართველოში სჭირდებათ უნარები, რომ იყვნენ გლობალური ეკონომიკის ნაწილი. ჩვენი პარტნიორობით BTU-სთან ამას შევძლებთ. მოლოდინები გვაქვს, რომ გოგონები და ქალები არამხოლოდ დედაქალაქიდან იაქტიურებენ და გახდებიან IMZ Code-ის პლატფორმის მონაწილეები, არამედ დაინტერესება იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქალებს საქართველოში ეცოდინებათ, რომ ისინი არიან ტექნოლოგიური ნეტვორკინგის ნაწილი და ერთად შექმნიან დიდ ტექნოლოგიურ ეკოსისტემას. IMZ Code-ის მიზანია, რომ მსოფლიოს მასშტაბით 2030 წლისთვის 1 მილიონი ახალგაზრდა ქალი, გოგონა და მოზარდი გადაამზადოს ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში და იმედი მაქვს, რომ საქართველოც ამ ყველაფრის ნაწილი გახდება. გვჯერა, რომ სრულად დაფინანსებული კურსები არამხოლოდ შეცვლის ადამიანების ცხოვრებას, ის ასევე დადებითად იმოქმედებს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაზეც. IMZ Code ძალიან საინტერესო ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს 80-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით და რომელიც უზრუნველყოფს უფასო კურსებს ტექნოლოგიური მიმართულებით და არა მხოლოდ ტექ სფეროში. ცხოვრებისეული უნარების გამომუშავებაში ეხმარება ადამიანებს. ლედი მარიამი, რომელიც IMZ Code-ის დამფუძნებელია, საუბრობდა მრავალმხრივი მიდგომების აუცილებლობაზე და ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი ყოვლის მომცველი მიდგომებია საჭირო დღეს, რაც მოიცავს ტექნიკურ საშუალებებს, ფინანსებს, ცხოვრებისეულ უნარებსა თუ სხვას. გონია, რომ საქართველოში ორგანიზაციის დაფუძნება შედეგის მომტანი იქნება.